გამარჯობა. ეს მარტოობის ბევრი წუთია. დღეს ჩემი სტუმარი არის, ალბათ ძალიან მიხარია ეს სტუმარი, ძალიან მომწონს ეს სტუმარი, ენერგეტიკა მომწონს მაგისი და კიდე ბევრი რაღაცა უფრო მომეწონება ალბათ. გიგა ჭიკაძე. გამარჯობა. გამარჯობა. ჩემი პირველი კითხვა შენ არის ცოდი. შპარგალკა გადავწყვეტ რომ ამეცა, მაგრამ ვერ გაიგებ. და ეხა თავიდან კითხვა. ოკეი. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? ოკეი. საკუთარ თავთან მარტო როდესაც რჩები. ძალიან იშვიათად ალბათ მარტო რჩები. მაგრამ ამ ეტაპზე ვარ სავარაუდოდ და ალბათ ისევ ის რაღაც პატარა გიგა რომელიც საქართველოსდან წავიდა რაღაც მისიით, მასიური მისიით, რომ თავისი შესაძლებლობით თბილისის საქართველოს სიყვარულის ასე ვთქვათ, რაღაც გაეხმაურებინა დიდ არენაზე გაეცნო ქართული ეს ჩვენი რაც გვაქვს სული და გული და რაღაც ქართული სიყვარული მსოფლიოსთვის. მე მგონი ეგ ვარ რა. მე მგონი მარტო რო რჩები. ძალიან დიდი ხანი აქეთ ესე ავცხოვრობ. საკმაოდ დიდი ხანია რა. მაგრამ სადაც უნდა ვიყო იმდენად მენატრება საქართველოს და სულ რაღაც ქართულ რაღაცებს ვინარჩუნებ და ვცდილობ რომ ალბათ მარტო რო რჩები, ისევ ის მახსენდება, რომ ჩემთვის კითხვას უსმევ, რომ ინგლისურად კარგი რაღაც did we do it or not yet? ანუ ის რაც მინდოდა გავაკეთე თუ არა რა. და ეგ იყო ეგ, რომ რაღაც ქართული გამეტანა უფრო ხმაურიანად თემსოფლიოში. პატარა იყავი ძალიან როწახოდი? 18 წლის ვიყავი, როდესაც არა 19 წლის, ესე იგი 18 წლის სამსავალი მოვიყვანე და 19-20 წლის ვიყავი უკვე ჰოლანდიაში გადავედი საცხოვრებლად. ვიცხოვრე 7 წელი, ახლა ამერიკაში ვარ 10 წელი. და მანამდე სულ რაღაც ამბებს დავდიოდი ტურნირებზე. აი, ვიცი მე როცა აქ ცხოვრობდი, მაშინ საბრძოლო ხელოვნება არ იყო ესეთი პოპულარული ხა დღეს, რომ რამოდენიმე დღის ჩამოსული ვარ და სადაც არ გავდივარ, ყურში სულ რაღაც ბრძოლებზე საუბარი მესმის და ძალიან მიხარია რა. და ადრე ესეთი რამე არ იყო აქ საერთოდ და ძალიან მინდოდა რომ ჩემი სპორტს დამსგავსებოდა იმ ხრივ რომ აი როდესაც ფეხბურთის ნაკრები სადმე რამეს მოიგებდა, ითამაშებდა და ჩამოდიოდნენ და მთელი საქართველო რო ხდებოდა აეროპორტში და რაღაცა ეს ძალიან დიდი მეც იქ ვიდექი, მეც იქ ვიყავი სხვა ბავშვებთან ერთად და გვიხაროდა ვინმე რა ვიცი იაშვილი ან ვინმე ქეცბაია რო ჩამოდიოდა თქვა მათ დასახვედრად მივდიოდით რომ აი იმენ გოლი გაიტანა რაღაცა იქიდან მოყოლებული ეგ რაღაც ოცნებასავით მქონდა რომ გამიკეთებინა ისეთი რამ რომ მხოლოდ მარტო მე ბენეფიტს არ გამიკეთებდა ზოგადად შეიცვლებოდა გარემო საქართველოში ყოველ შემთხვევაში და ეგ ამბები მქონდა რა მე მაინტერესებს გარდა იმისა რომ ძალიან დიდი შრომა ჭირდება იმას რომ რაღაცას მიაღწიო თან როდესაც პატარა ხარ კიდე შინაგანი რა ამბები არის საჭირო მაგისთვის გამძლეობის გარდა ფსიქიკური რაღაც მგონია რომ სხვანაირად ხართ აწყობილები საერთოდ ფსიქიკურად ან წაგება შენთვის ვერ იქნება წაგება რაღაცა იმ წაგება პირიქით თქვენთვის არის мотиваცია რომ რაღაცა გამოასწორო ანუ სხვანაირად ხართ რა დაალაგებულები ხო იმდენად ისეთი სპორტია რომ წაგება ზოგადად ძალიან ხმაურიანი ამბავია რა შეიძლება მოიგო 10 და წააგო 1 მაგრამ მაინც ის წაგება 1 საკმაოდ ჩანს თუმცა ჩვენთვის ეს ერთი წაგება
ის თუ რამდენიც არ უნდა იყოს, ბევრი რამის მასწავლებელია რა. როცა იგებ, მაინც შენ ბრძოლებს იმდენად უფრო არ სწავლობ, არ უყურებ, არ აქცევ იმდენად ყურადღებას, იმიტომ რომ ეს უკვე გადალახული ეტაპი არის. და სადაც რაღაც შეცდომა დაუშვი, ეს არის შენი წიგნი, რაც უნდა წაიკითხო და ერთხელ კი არ უნდა წაიკითხო, უნდა ბევრჯერ გადაიმეორო. ანუ წაგების შემდეგ ძალიან ბევრ რამეს სწავლობ. თქვათ, ისეთი სპორტია რა, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვა ბევრ სხვადასხვა კომპონენტში. მაგალითად, შერეული საბრძოლო ხელოვნება ქვია ამ სპორტს და მოიცავს ბევრ სპორტს ერთად. მოიცავს კარატეს, კიკბოქსინგს, ბოქს, ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას. პარტერი არის, ოდესაც დაეცემი უკვე იქ რა ბრძოლის ხელოვნებაც გჭირდება, ამ ყველა სპორტს ერთად. შეიძლება უბრალოდ არ იცოდე რაღაც ერთი ტექნიკა, შეიძლება დავარდე და იქ წააგო რაღაც ერთ-ერთი ტექნიკით. მე როცა ბრძოლას მორჩები, მე უკვე გიწევს აი ამ ტექნიკის მთლიანად შესწავლა, მე უკვე ბევრ რაღაცას იძიებ, ცდილობ იპოვო ისეთი ადამიანები, ვინც ამ ტექნიკაში კარგია, ვინც შეიძლება ეს ტექნიკა ვიღაცისთვის კოზირივით იყოს, ვიღაცისთვის ძალიან დიდი უპირატესობა იყოს, ვინც ამას ხშირად ხმარობს თავის ბრძოლებში, ხო? და მე იმასთან ცდილობ რაღაც კავშირზე გახვიდე, მისგან ისწავლო, ამავდროულად სწავლობ ამის კონტრ, ანუ საპასუხო რაღაცებს და ყოველთვის ვითარდები რა, ანუ მე გულისხმობ უკვე მაღალ დონეზე, როდესაც ხარ, იმ ლეველზე, რაზეც ახლა საუბრობთ და სადაც მე მოღვაწეობ რა. იმიტომ ვარ წასული მეც, რომ იქ ეს სპორტი ძალიან განვითარებული არის და ჩემსავით ბევრი სხვა სპორტსმენი არის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული და სულ ეს გაცვლა-გამოცვლა სავარჯიშო ურთიერთობა უფრო ხშირია. და რო წახვედი პირველად, უკვე შენი სპეციალობით წახვედი, ანუ უკვე რატო გეღიმება? ესე კითხე და გეტყვი არა, ჯერ მითხარ და გეტყვი. არა, რო წავედი, მაშინ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. რა კარატედან წავედი კიკბოქსინგზე. მე კიკბოქსინგიდან წავედი MMA-ში. ხო, ყველაფერს თავის მიზეზი ქონდა და ჯერ მაგას მეკითხები, ხო? ხო, სულ მაგას გეკითხები, რომ როგორ წახვედი, რითი წახვედი, რა მიზნებით წახვედი, რა შედეგის წინაშე აღმოჩნდი, რა ხდებოდა საერთოდ, ხო? თავიდან დავიწყე კარატით ვარჯიში, დიდხანს ვიყავი კარატისტი. საქართველოში საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდა კარატისტი. ვიყავი მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, საქართველოს მრავალგზის და 18 წლის ასაკში მოვიყვანე ცოლი და გავაანალიზე, რომ კარატე არ არის ის სპორტი, რომლითაც შეიძლება შენი ოჯახი შეინახო კი არა თუ არჩინო თუ რაღაც რა. შეგიძლია კარატე ივარჯიშო, მაგრამ მაშინ მწვრთნელი უნდა გახდე და დაუშვი ჩემ თავს კითხვა. და მწვრთნელობა არასდროს არ იყო ჩემი ოცნება. კარატესთან ახლოს თუ რამე შემეძლო რომ ენახა და იყო კიკბოქსინგი იმ დროს, ესეთი ორგანიზაცია არსებობდა K1 იაპონიაში, სადაც სოლიდური ფინანსები იდებოდა. პრიზი იყო დაახლოებით 500.000, 400.000, რაღაც ეს მთავარ პრიზებს გულისხმობ. და მაგ დროიდან უკვე გადავწყვიტე, რომ გამერკვია ის კლუბები, სადაც ყველაზე მეტად იყო განვითარებული. აღმოჩნდა ესე ვიპოვე ჰოლანდია რა. გავცვალეთ ინფორმაცია, დავუკავშირდით იმეილზე და გადავედი უკვე ჰოლანდიაში, სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაგარ კლუბში, ოღონდ არც არ ვიცოდი ისე კარგად კიკბოქსინგი რა. ხო, ეგ მაინტერესებდა რა. ხო, სხვა სფეროდან მოდიოდი. ხო, მაინც ახლა მაღალ დონეზე უკვე კარატე, რაც უნდა მაგარი იყო და კიკბოქსინგში თუ არ გაქვს დიდი გამოცდილება, ადვილი არ არის რა და მომიწია ბევრი ბრძოლის წაგებაც, სწავლაც და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე ადრეულ ასაკში, იმიტომ რომ კარგ კლუბში მოვხვდი, რო წავედი.
და მე უკვე 20 იქ ხო ბევრი იყო, ალბათ მოპატიე გავწყვეტე, ბევრი იყო, შენზე ბევრად უფრო გამოცდილიც და ანუ მოვხდი როგორ კლუბში, ცი ევროსპორტზე გადიოდა ეს ბრძოლები K1 არის K1 ესეთი ორგანიზაცია იყო იაპონური რა და აქედან რო უყურებდი და ევროსპორტს მოპარული ჩანელები რო ქონდა მაშინ რომ მივედი ბრედა არის ესეთი ქალაქი ჰოლანდიაში მე და ჩემი მეუღლე წავედით და მოვხდი Golden Glory არის ესეთი კლუბი იყო მაშინ და ვინც ნანახი მქონდა და ვინც ჩემთვის აი ფანი ვისიც ვიყავი ის ტიპები მოხდნენ ყველა რა და უცნობი არავინ არის ყველა ვიცოდი რა ამ ტელევიზიით და აღმოჩნდა რომ მეც რადგან ახალგაზრდა ვიყავი რადგან რაღაც ჩემი ტექნიკები მქონდა რაც ამათ მოეწონათ და დაინახეს პოტენციალი მომწეს იმის შესაძლებლობა რომ უკვე გუნდში ყოფილიყო რა რაღაც ესე მოხდა ჩემი იქ გადასვლა რა ხო და kickboxing-დან მერე დავყავი 7 წელი მომიწია 2 წელი ბრედაში ცხოვრება მერე 5 წელი ამსტერდამში გადმოვედი იქაც გავხდი მსოფლიო ჩემპიონი მოვიგე ევროპის გამარი როგორ ყובה რაღაც მე იქა წავედი მივედი დავეყავი წამოვედი ეგრე იყო მართლა ხო მაგარია ჩამოვედი ჰოლანდიიდან საქართველოში უფრო ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე უფრო ადვილი იყო და როცა უკვე გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ორჯერ გავხდი და მივხვდი რომ ეს ფინანსები არ იყო ის ფინანსები, რაც იყო ჩემთვის ოცნება რა. ანუ ეს მთავარი ორგანიზაციებიც რაც გითხარი, solid თანხებს იხდიდნენ, ისიც გაუქმდა იაპონიაში, რაც bankrupt. და მე უკვე ვიყავი რაღაცა დაბნეული, რა უნდა დამეწყო არ ვიცოდი. ისევ რაღაც ცვლილება მინდა და იყო ბოქსი, განიხილებოდა და განიხილებოდა MMA, რაც არის UFC ორგანიზაცია, რაც არის. ბოქსის შემთხვევაში ფეხი იყო ჩემი მთავარი კოზირი ყოველთვის რა, ფეხს კარგად ხმარობდი თავიდანვე და ფეხის ხმარება აღარ მომიწევდა. ანუ giga kick, რაც signature დარტყმა რაც მაგ იმას ვერ გამოვიყენებდი. და მაშინ უნდა მესწავლა MMA-ს თუ დავიწყებდი, მესწავლა jiu-jitsu, ჭიდაობა და საკმაოდ დიდი შრომა უნდა გამეწია. ნუ ბოქსის დარჩენის შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ბოქსი და kickboxing-ი დიდად განსხვავდება. და ისე მოხდა რომ 2014 წელს ავედი ამერიკაში პირველად. ვიმოგზაურე სხვადასხვა შტატებში. ვიყავი ფილადელფიაში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში და როცა უკვე ცოტა რაღაც ისეთი იმედგაცრუებასავით მქონდა რა, რომ ვერ არ მომეწონა არაფერი, ისეთი არც ერთი ჯიმი, არც ერთი დარბაზი ვერ ვნახე, სადაც აი ვიტყოდი, რომ აი აქ ვისურვებდი, რომ აქ გადმოვიდე ოჯახით, გავზარდო შვილები, ვიყო რაღაც. მოვდიოდი უკან რა. და მოვდიოდი უკან და ჩემო მეგობარმა LA-დან ნახა ჩემი სურათი, რომ ვარ ამერიკაში და ამირეკა და მარწმუნებს, რომ LA-ში უნდა ჩამოხვიდე, შანსი არ არის, აქედან ისე არ წახვიდე, ხვალ მივდივარ, მაგრამ მართლა ხვალ მაქვს ბილეთი, იმიტომ რომ ზეიგ მაქვს დაბადების დღე და აღუნიშნო ოჯახთან ერთად და ეგ სტუმრები ჩამოდიან თბილისიდან, ამსტერდამში ბრუნდებიან და ტელეფონზე ლაპარაკის დროს ჩემმა მეგობარმა ისე რომ აი ბურღავს, მაგრამ რომ არა წახვიდე, მიყიდა ბილეთი და ნუ აქვნა წავედი ამერიკაში, კი არა, წავედი LA-ში. წავედი LA-ში და მაშინ მოვიწამლე LA-ით. ვიპოვე ჯიმიც, ის ქალაქით, სადაც ცხოვრობ, ყველაფერი, ანუ ეგრე დაიწყო ჩემი უკვე MMA-ის, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა რა. ჩავედი ერთი კვირით, 10 დღით. ვივარჯიშე გუნდთან ერთად. უკვე მწვრთნელი, გუნდელი, დღემდე ვისთანაც ძალიან ახლოს ვარ ის ადამიანები გავიცანი და დამეხმარნა ყველაფერში. ანუ ესე მოხდა უკვე ჩემი პირველი ამერიკული ნაბიჯების გადადგმა. ბოლო მერე ფინანსები მოგეწონა? მერე მომეწონა ფინანსები. ძალიან მალე არა, იმიტომ რომ ნუ სქემა დაიხატა ისე რომ ჯერ
ესე თქვა რკოს მილტავორს, მე ეს ღორი მოხსიმს ჯაგერს და ჯაგერს ვითარდებოდა და შენც გადააგდებ და მოიყვან ეგეთი ამბავი ხო რა. ნუ დრო დაჭირდა და მე უკვე რაღაცები განაცდა. კაი, ეხლა მითხარი შენი მართლა მაინტერესებს გასაღებია ეს თუ რა არის, რომ მიზანს ისახავ და აღწევ აუცილებლად. ეს მიზანი შენთვის რა არის, რაღაცა ჩელენჯი ვიც არ უყურებ ჩემი აზრით, ანუ რაღაც ჩემი წარმოდგენა მაქვს ჩემ ცხოვრებაზე, რომ აი რაღაცეები ამას გასაკეთებელი, უნდა გავაკეთო, ადამიანები ვინც მიყვარს მაგალითად ამაში რაღაც ეს მინდა რომ ჩემი მონაწილეობა მივიღო ამაში რაღაც ესე და ხო ეგრე უყურებ და ალბათ ეგრე იყო მაგ შემთხვევაშიც რა. შენთვის არ ყოფილა რაღაც აი გარდა იმისა რომ რადიკალური ცვლილებებისკენ მიდრეკილი ხარ. ხო. და არ გეშინია ცვლილებების, ხო? ნუ ფაქტია რომ არ გეშინია. ან თუ გეშინია, ეგ პირიქით საწვავს გაძლევს რა. შეიძლება კაიფობ მაგითი. რა ამიღნიშნავს, იცი რომ იმ დროს მე როცა უკვე სრულად გადავწყვიტე აქედან წასვლა, სრულად რა, ნუ ეს ამერიკაში გადასვლა და იქით დიდხანს ყოფნა და რაღაცების გაკეთება. აქ ქვეყანაშიც არ მქონდა ისეთი სიტუაცია, ისეთი ალბათ თლად გახსნილად ვერ ვისაუბრებ მაგ თემებზე რა. არ მქონდა იმის თავისუფლება აქ რომ მე ჩემი ოცნებები თუ რომ აქ გამეხორციელებდი. რეალიზება მოგეხსენა რაღაცების, ხო? ვერც დავინახე, არც იყო განვითარების შესაძლებლობა იმ მომენტში. იმიტომ რომ ჯერ მარტო ეს სპორტი თვითონ დღეს არის აქ უკან და ნელა ვითარდება ძალიან ჩქარი, არა, ნელა არა, უფრო კარგი ტემპით ვითარდება, მაგრამ მაშინ საერთოდ ძალიან შორს ვიყავით რა. ხო. კაი, აზრი გაგექცა ახლა. არა, აზრი არ გამექცა, გეუბნებოდი რომ რადიკალური ცვლილებები წავედით მაგაზე. ხო. რადიკალური ის რომ ჰოლანდიიდან რო უცებ ბრახტა იქიდანაც გადავედი ამერიკაში. ესეც ერთ-ერთი რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩემთვის იმ დროისთვის. და ინტუიციას მიყვები? ინტუიციას ძალიან მიყვები, კი. ბავშვები, ანუ დაახლოებით 9 წლის ასაკიდან მანამდეც ვარჯიშობდი კარატეს დაახლოებით 4 წლიდან, თუმცა 9 წლის ასაკიდან ვარჯიშობ, როცა თბილისში ვარ ეხლაც, ყოველთვის ერთ-ერთი სენსეი პაატა ჭერლიძესთან, რომელიც არის ძალიან დიდი ცოდნის ფლობელი კაცი, ძალიან ახლო ადამიანი ჩემთვის, ვინც ბავშვობიდან მედიტაციებს ვაკეთებინებდა ნაკრებს, საქართველოს ნაკრებს. მაშინ ავარჯიშებდა საქართველოს ნაკრებს, ერნელა ჩამოშორდა, თუმცა ეს მედიტაციის წყარო ჩემთვის ყოველთვის დიდი ნაწილი იყო სპორტში. და ვცდილობდით სხვადასხვა გრძნობების განვითარებას, გულისხმობ სხვადასხვა 6 გრძნობის განვითარებას. ხედველობას, მენა, მასვა, გემო, სუნი და შეხება, ხო? და ამ ყველა ერთად გრძნობების განვითარებით თითქოს რაღაც ეს ინტუიციის გრძნობა, ანუ sixth sense, რასაც ვეძახით, მე-6 გრძნობა ირთვებოდა თავისით. თვითონ ჩვენი მებრძოლი, ვინც ვარჯიშობდით მასთან, არ იყო რაღაც კონკრეტული სტილის მქონე ტიპი, ვინც იყო ფიზიკურად ძალიან ჯანზე. ყველა ვიყავით ისეთი რაღაც შეიძლებოდა რომ სადმე რომ შეხვედრილიყავით, ვერ გეფიქრა ადამიანს, რომ ეს ბიჭი არის თქვენ მებრძოლი, ხო? მაგრამ აი ტურნირზე როდესაც გავდიოდით, არ გამოვირჩეოდით ფიზიკური ძალით. თუმცა როდესაც უკვე ის ბრძოლა ხდებოდა, ეს ინტუიციის გრძნობა, მე-6 გრძნობის გააქტიურება ბრძოლის დროს იწევდა დიდ უპირატესობას ვიღებდით რა და მაგაზე თუ მუშაობდით და ალბათ მეც რაღაც ჩემი ცხოვრებაც ისე წარმართე რომ რაღაც ჯერა რომ აქეთ უნდა წავიდე მივდივარ და ჯერჯერობით ვანხორციელებ მაგას.
და უარ აი რაღაცა უარყოფითებზეც გაქვს გავსვი შეგრძნებები, რომ არა, ეს არ უნდა გავაკეთო. თქვა ხო, აი მაგ დროს უფრო რაღაცა როგორ არის ეგ ქართული ხასიათი, უფრო challenge მიკეთებს, რომ გავაკეთო კი არა, ორჯერ მეტად გავაკეთო თუ რა. შეიძლება მაგით ბევრი შეცდომებიც მომსვლია რა, კარიერის მანძილზე, ცხოვრებაში, რომ აი ან რაღაც შიშივით რამე თუ შემომსვლია, ხო? და გამიანალიზებია, მე ორჯერ მეტად მომდომებია ამის გაკეთება. შეიძლება არასწორიც ყოფილიყო. მაგას გულისხმობ. კი. და მოთმინება იყო ჩემთვის ყოველთვის სუსტი მხარე, მაგრამ მე მგონი რაღაც ასაკი მემატება ცოტა უფრო ითმენ რაღაცა. ველოდები. შენ ყველაფერი მანამდე გინდოდა უკვე გუშინ. ხო? გუშინ წინ. მაქსიმალისტი ხარ ძალიან ხო, მაგას ვატყობ საერთოდ. გეტყობა ძალიან. და აი ამ მაქსიმალიზმს გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ძალიან მომთხოვნი ხარ საკუთარ თავთან, კიდე რა მინუსები აქვს შენი აზრით? რა მინუსები აქვს? ალბათ ადამიანები, ვინც გვერდში მიდგას და მედგა ყოველთვის, მათთვის უფრო რაც ქაოსური იყო ჩემი ცხოვრება და კარიერა. რა გულისხმობ ოჯახს და ოჯახის წევრებს, ჩემი მეუღლისთვის, შვილებისთვის, მაგალითად, მშობლებისთვის. რაღაცა ისეთი დიდი ქაოსი შემოქონდა ყოველთვის და ყოველთვის ყველა გვერდზე მედგა. მაგრამ აიც ბრძოლა არის ფიზიკური, ხა შვილები მიყურებენ როგორ ჩუბობ და როგორც მოვდივარ სისხლიანი და მივდივარ ვიღაცას ვასისხლიანებ და თუნდაც მეუღლე ჩემი და რა ვიცი მე შვილი მყავს ორი და ერთი არის ბიჭი რომელიც არ ვისურვებ არასდროს ის მებრძოლი მაგრამ აქვს ინტერესი თვითონ? ინტერესი არ ვიცი დღე ჯერჯერობით არ ვიცი რა უნდა UFC-ს მებრძოლი და ჩემპიონი იყოს და უნდა NFL-ის მოთამაშე ამერიკული ფეხბურთის და მე ვაწვევი ამერიკულ ფეხბურთს, მაგრამ თუმცა არც ისე ნაკლებად ტრამვადია ის სპორტი. ეგეც ხო, ეგ უნდა მეთქვა, ეგეც ძალოვანი ხო ის არის სპორტი. ისა კონტაქტური სპორტია ძალიან. ზოგი ფიქრობს, რომ ჩემ სპორტზე კონტაქტური არის. იმიტომ რომ ეს რკინის helmet რო უკეთიათ, მაგებით ეჯახებიან ერთმანეთს, რა. მან უკვე უბრალოდ ის განსხვავდება კიდე ერთადერთი რა, კონტრასტულად ბევრი რაღაცა, მაგრამ ან გუნდური მოთამაშე ხარ, ან აძინოკი ვულკი ხარ. აძინოკი ვულკი. ხო. გუნდურობა თუ შეგილია, ალბათ ხო ის გირჩევნია, მაგრამ ნუ ეხა იმდენად პატარა არის, ჯერ 9 წლის არის და იქაც გამოირჩეოდა და იქაც ორივე სპორტში. ხო, ნუ ალბათ შენგან აქვს. საბრძოლო ხელოვნებებში, ნუ მაგაში გაიზარდა და იზრდება ისედაც ხეთ დარბაში. უბრალოდ ისტორიაც ისეთი არის, ისე დაიწყო თვითონ ფეხბურთის ამერიკულ ფეხბურთის ვარჯიში, რომ მე ვემზადებოდი ერთ დარბაში ფიზმომზადების ვარჯიშებს ვაკეთებდი. და ფიზმომზადებაზე მიდიან იგივე UFC-ს, NFL-ის, სხვადასხვა სპორტების სხვადასხვა სპორტსმენები ამ დარბაზში რა, ეს სპეციფიური დარბაზი არის და ჩემთან ყავდა წამოყვანილი 6 წლის იყო მაშინ მაქსიმუმ და მე როცა ვარჯიშობდი ამ ლოდინში იქ ბავშვები თამაშობდნენ ამერიკულ ფეხბურთს, მწვრთნელი ავარჯიშებდა და ამას უკვე თვითონ უპოვია თავის მწვრთნელით, ბავშვთან ვარჯიშობს, იმენ დაპატიჟა და რომ მოვჭი ვარჯიშს მწვრთნელმა ხუთშაბათს გელოდებით 600-ზე რაღაც ესე რა, იმის მერე მაგრა ვარჯიშობს და ჩვენ ძალიან ხელს უწყობთ. შენი თვისება მაინტერესებს, რომელზეც მუშაობა მოგიწია? თვისება ალბათ აი მოთმინება რო გითხარი, ჯერ მუშაობ კიდე მაგ თვისებას, მაგრამ ხო. კიდე ხასიათის რამე ის გააქვს, აი რაც თვლი რომ ხელს გიშლის თუნდაც ბრძოლაში. ბრძოლის დროს. ემოციურობა ზოგადად მოთმინება ემოციურობა და თითქოს ერთმანეთთან კავშირში არის, ხო? ხო, კავშირში არის, მაგრამ
ხო. ალბათ ეგ რა. ემოციურად. აი რადგანამდე ემოციური ხარ. მარტივად ბრაზდები, მარტივად გიჩუყდება გული. კი, ძალიან. კაი, აფექტური ხარ. ამ ბოლო დროს მე მგონი აღარ ხო. ცილ უფრო რაღაცა შორიდან უყურ რაღაცებს ახლა, მაგრამ ადრე ეგრე ვიყავი რა. კონტრასტულად გეცვლება ხასიათი. და ძალიან მეტყობოდა, ანუ რა ვიცი. ჩემ წარბებს აბრალებს ჩემ მეუკლე. ხანდახან შეიძლება საერთოდ არ ვიყო გაფრაზებული, მაგრამ ხო, წარბები ისეთი. სკელი ძალიან და უხეში. ბრაზიანი. უხეში ბრაზიანი. ხო და ნუ ძალიან მეტყობა მალე მე მგონი რომ ბრაზდები ხოლმე. და რომ ბრაზდები მე მარტივად იმას გიშვება გადაგდის სიბრაზე. თუ იცი გულში ჩადება. არა, ძალიან მალე გადადის, არა, ხო. ნუ რაღაცა პრინციპული რაღაცეები რა ვიცი, ყოფილა ისეთი რაღაცეები, რომ გადამივიდა, მე რაღაცას მოვაგვარე და მე გამახსენდა ისე და ისე გავუბრასდი. მაგ მდგომარეობაში შედიხარ ხო ბოლომდე? დაუბრუნებულა. ძალიან ლოიალ ვარ პატარა გიგასი რა. რაღაც ოცნებები რაც ქონდა, ვიმე რომ აწყენინა. 18 წლის ვიყავი, ძოლი რომ მოვიყვანე და მეგონა რომ 58-ის ვიყავი და ძალიან ესეთი კაცობა მინდოდათ რა. ეს მეცინებე ხა 18 წლის გიგაზე, მაგრამ რა, იქ მაშინ ვინც 18 წლის გიგა აწყენინა, იმაზე ნაწყენი ის გიგა კიდე არის რა. ისე ძალიან იშვიათად თუმსმენია, მაგრამ თან თუმსმენია ძალიან მაგარია. რომ რაღაცა იგით ნაადრევ ასაკში ქორწინება და თან პარალელურად ოცნებებს მიყვები და ამ ოცნებებს ისრულებ და ცოლი ყავს მუდმივად გვერდით. და ხართ და რჩებით ერთად, ეს არის უკვე რაღაცა ცალკეული ისტორია, რომელიც იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას რა, ორივეს მხრიდან, იმიტომ რომ შანსი არ არის ახლა დაიჯეროს ვინმე, ადეკვატურმა ადამიანმა დაიჯეროს, რომ თქვენ არ მუშაობდით ამაზე რა, რომ შენ ისეც გექნა, მაგრამ ყურადღება ქორწინებას არ მოკლებოდა. ეს ძალიან დიდი შრომაა რა, ჩემი აზრით. მაგრამ თუ სიყვარულია ძალიან დიდი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს ამარტივებს. ხო და აი ეს ამბავიც მაინტერესებს, რა თან ბრმათ მოყვებოდა ალბათ ხო ყველგან სადაც შენ მიდიოდი. ხო, ნუ ისე იყო რა ჩვენი ამბავი, რომ პირველად ის იმეილი რაც მოგიყევი რომ ჰოლანდიურ კლუბს მივწერეთ და დავეკონტაქტეთ, თან უნდა გააგზავნა ეს იმეილი რა. თან ჭკვიანი ცოლი მყავს და ბევრ რამეში დამეხმარა ძალიან და მეხმარება იდეაში. ერთად გადავწყვიტეთ იმ ჰოლანდიაში წასვლა და მე რაღაც ლავირებები ვაკეთეთ ძალიან ბევრი, რადგან რაღაც პერიოდი თან უნდა აქ იყო და მე ჩავდიოდი, ჩამოვდიოდი. ძალიან კარგად სწავლობდა თავის დრო, რაც დაამთავრა. მე ისე მოხდა რომ ეგ მუშაობდა და ბევრად მეტი შემოსავალი ქონდა და მე უნდა რაღაც მექნა, ეგ უფრო ჩელენჯს მიკეთებდა. მაგიტომაც იყო რომ ამდენ ჩხუბობდი და დავრბოდი აქეთ-იქით რა. მეც ჩემ პოზიციაზე ყოფილიყავ ესე ვთქვათ. მე ამერიკაში გადასვლად, მე ჰოლანდიაში ჩამოვიდა, MBA დაამთავრა, რაღაც სულ ერთმანეთს წინ წევდით. და მე ამერიკაში გადასვლაც ისე მოხდა რომ ჩავედით თუ არა, მე რაღაც 2 თვეში ერთ-ერთ საოცნებო ორგანიზაციაში მოვხდი და დავიწყე ბრძოლების გამართვა. მაგრამ 2 თვეში მოხდა ძალიან დიდ სასტუმროების კომპანიაში, სადაც დღემდე არის და თავისი საქმიანობას აგრძელებს რა. ერთმანეთს ძალიან ხელს უწყობდით და თან ჩელენჯსაც უკეთებდით რა. ძალიან პატარა ბავშვობიდან მოვდივართ, ეგრე გამოდის 14-15 წლიდან, ხო, ერთად გავიზარდეთ და გავზარდეთ ერთმანეთი და ჩვენი პირველი შვილიც ჩვენთან ერთად გაიზარდა და დავიგონიეთ ჩემი დასავით ჩხუბობთ ახლა დაწმასავით. საკმაოდ დიდია უკვე 16 წლის ხდება. ვაიმე. ეს მარტოები ვიყავ. ქორწინებაში რამდენი წელია ხარ? 18 ხდება მალე. რაც 2 კვირაში. ძალიან მაგარია. და ერთი და სამუდამო სიყვარულის გჯერა დარწმუნებული ვარ.
კი, როგორ ამჯერა. ძალიან მაგარია. ყველას ოცნება აი. მართლა. ძალიან მაგარია. და აი სირთულეები ურთიერთობებში ხო არის ძალიან ბევრი დისტანციიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, აქედან ბევრს შეხვდით ძალიან. უბრალოდ აი რა იყო ის რამაც არასოდეს არ მოგცათ იმის უფლება რომ მოდუნდეთ ამ ურთიერთობაში. რა მოგცა? ან რამდენჯერაც აქედან წავედით რა, ისე წავედით რომ არც მე არ მოვდივარ ისეთი ოჯახიდან, რომ რაღაც ფუფუნებაში გაზრდილი ვიყო და არც ჩემი მეუღლე რა და ორივეს ჰქონდა ეგ мотиваცია თან და რაღაც ერთმანეთს ძალიან სხვანაირად უყურებდით ერთმანეთს რა. We have to make it. I don't give a shit, we have to make it. ანუ ის საერთო მიზნები კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ხო? და ნუ გარდა მაგ ყველაფრისა, რა ვიცი, ხა პირველად რომ დავინახე, უკვე ვიცოდი რომ რაღაც 2 წელი დამჭირდა რომ გული დამეტრია. პირველად აი რომ ხედავ და რა იცი რა შარა. ვიპოვე. რა მაგარია. ხო. ეგ ისე როგორი შეგრძნება? მართლა ეგრეა? როცა იმ ადამიანს ხედავ, მართლა იცი რომ ის არის? ავი, მე პატარა ვიყავი ძალიან და თამაც პატარა იყო მაშინ, 14-15 წლისები ვიყავით რა და მახსოვს მართლა იცი როგორ მახსოვს დღემდე ის დღე, როცა პირველად დავინახე და პირველ სკოლაში ვსწავლობდით ორივე და მე 9 კლასში ვიყავი და 9 წელი ერთ სკოლაში ვსწავლობდით და არ ვიცნობდი რა, ნუ ძალიან დიდი სკოლა იყო, ძალიან ბევრი ბავშვი ვსწავლობდა და ისე მოხდა რომ დავინახე ის დღე მახსოვს და იმის მერე ეგ ჩეკმარკი გაკეთებულია რა. მაინტერესებს ყველაზე რთული პერიოდები, როდესაც გაგივლია ცხოვრებაში. ისევ იმას იხსენებდი, რომ აი პატარა გიგას გამო უნდა გაბუძლო. თუ კიდე გაქვს რაღაცა რიტუალივით, ვთქვათ, რომელშიც გეხმარებოდა თუნდაც შენი ეს გურუ მასწავლებელი. რაღაცა იქ ხო კიდე სენსეი ბაბალიეთ ხო? ჩემი სენსეი აგერ გუშინ ვიყავი ვარჯიშზე, სულ 2 დღის ჩამოსული ვარ და ყოველთვის ძალიან ბევრ ამაში მეხმარება, ნებისმიერი ბრძოლის დანიშნის დღესვე ურეკავ, რაღაცებს განვიხილავთ. ყოველთვის მეხმარება რა, მართლა იმდენი ცოდნა აქვს ამ ადამიანს, რომ სოფლიოში თუ რამე მაგარი სპორტული საბრძოლო ხელოვნების კლუბი ცენტრი არსებობს, ყველგან ყოფილვარ და მივაჯიშია და რაც ამ ადამიანს აქვს, განსაკუთრებული ცოდნა აქვს რა. და აქედან მომაქვს ხოლმე რაღაცები წავიღებ ჩემთვის მე. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები რა არის, რაც გეხმარება თუნდაც ყოველდღიურობაში, საერთოდ ბრძოლა რა გასწავლა, რაც ცხოვრებაში გადმოიტანე და ცხოვრება უფრო მარტივია. გონია რომ არის რა რაღაცა. ანუ ბრძოლამ რა მასწავლა, იცი რომ ყველაფერი ადვილი არის, we make a big deal რაღაცებს რა. ძალიან ვაზვიადებთ ბევრ ამას, თორე ყველაფერი გაკეთებადია, ყველაფერი შესაძლებელია. ვაფშე. კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი რომელი გქონდა? ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, როდესაც ალბათ ერთ-ერთი არ ვიცი, ბევრი რთული პერიოდები მქონდა რა, ისიც როგორ არის, ესეთი სპორტია რა, რომ წააგებ ბრძოლას, შეიძლება ვერ უყურებ რა, ძალიან ესე იოლად, თუ რაღაცის როგორ გითხრა. რამოდენიმე ბრძოლის წაგება ძალიან რთული იყო და რთულად გადავიტანე. ნუ გარდა მაგისა ყველაზე მთავარი მე რაც გადამხდა, დეეჩემ იყო და ყველაზე მაგარი და დაიღუპა 2013 წელს. ხო, და მაგის მერე შენ შექმენი მაგის მერე წავედი რა, ძალიან მალე. მაგის მერე წავედი, ხო. მანამდე ჰოლანდიაში ვიყავი და დავდიოდი წინ და უკან რაღაც პერიოდი. მაგის მერე უკვე ისე გადავწყვიტე რა. და ამანაც მოგცა რაღაცა ალბათ უზარმაზარი საწვავი იმისთვის რომ რაღაც ყველა ოცნება აგესრულებია. ისეთი ტკივილი არის რა, რომ ძალად აქცევ ამ ტკივილს, მაგრამ როგორ? ძალად? კი, dobra. მე როგორც ვიცი, სიმსივნის წინააღმდეგ ფონდი საქველმოქმედო ფონდი ხო, ოღონდ თავიდან როგორ ვიცი? ესე იგი
იმ დროს, როცა DHM-ს ქონდა სიმსივნე, მაშინ ფინანსურად რაღაც ძალიან დიდი ხარჯები არ ქონდა, რომ თქვა კარგ კლინიკებში წავსულიყავით რა და აქ რაღაც ისე იყო რომ რაღაც მგონი ეგრე იყო რა დიაგნოზი არ იყო სწორედ დასმული მკურნალობის მეთოდებიც არასწორად გავიარეთ. ცოტა ეგრე მგონია, მაგრამ ესე მოხდა საბოლოო ჯამში DHM დაიღუპა და სანამ დაიღუპებოდა თუ რამე ხდებოდა რომ რაღაც ფინანსები მოგვეძიებინა ეს გავიარე ეს ეტაპი უწერდი რაღაც წერილებს ოლქებში და მერიაში და ეგეთ ადგილებში და ვიღაცებს ვარეკინებდი რომ ეს კი გამიიღეთ და სპორტსმენი და მაშინ მახსოვს როგორ ვაკეთებდით რომ რაღაცა მინიმალური დაფინანსებები გავუკეთებინა და ეგ იყო ეგ დაფინანსებები იყო რაღაცა მაშინ 500, 1000 და 1500 ლარებზე საუბრობ რა და მე უკვე ერთ-ერთ რაც არაფერს არ ყოფნიდა ხო? ანუ რაღაცებს ესე არაფერს რეალურად რას უნდა ერთჯერადაც რა ხო, ну, როგორც საჭირო იყო მაშინ, რა ვიცი, ვცდილობდით რა, ყველა მთელი ოჯახი ეგრე ვიყავით და არ იყო იოლი რა, ამთახების ესე მოძიება მაშინ რა და მე სრული ყოველთვის მქონდა რომ თუ რაღაც მე კარგად ვიქნებოდი ვიღაცას ახლა DHM-ი იყოს ცოცხალი და რაღაც საჩუქარს ხო გავუკეთებდი რა, ნებისმიერი იმ დროს, როცა მე ძალიან კარგად ვხსნობ თავს. და რაღაც ესე მოხდა ფონდის დაფუძნებას დავეხმარეთ რამოდენიმე ადამიანს და მე ნელ-ნელა ყველა ბრძოლის შემდეგ ყველა რაღაც სხვადასხვა charity პატარ-პატარა ივენთები გავაკეთეთ, სადაც ვიჩხუბე ის ორგანიზაციები, სადაც ხარში დაგვიდგნენ და არ ვცდილობ რომ მაქსიმალურად ესე დიდი კამპანია, ანუ დიდი სიამოვნებით უბრალოდ არ მიყვარს დიდად ამაზე საუბარი, რომ ამას ვაკეთებ. უბრალოდ ვცდილობ, რომ თუ მაგ 10-1 აუცილებლად ვიღაცას რაღაც დავეხმარო, რა ეგეთი მომენტია. და ამ ხნის მანძილზე საკმაოდ ბევრი ადამიანს რაღაცაში პატარა წვლილი შევიტანეთ, რაც ძალიან ის არის ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ის არის სასიამოვნო გრძნობა უბრალოდ. ყველაზე მეტად რა გაკლია ხოლმე, როდესაც აქ არ ხარ. აქაური. რაც შეიძლება უბრალოდ შეგრძნება იყოს და არ ხინკალი ხო? არა, ხინკალი არ მაკლია. ხინკალი ალბათ არ არის. ქართული ურთიერთობები, კი არის, რაღაცები არის. ქართული ურთიერთობები, მეგობრობის სხვა ლეველი არის, სხვა დონე არის იქ და აქ სხვანაირი ხო, ერთ ურთიერთობები ძალიან მაკლია. იქ განსხვავდება ურთიერთობები იმითი, რომ სივრცეში დიდად არ შეგვიძლია. აქ 9 საათი რომ პირდაპირ ლოგინში გეწვეს და არ ადგენს. მანდაც ეგრეა? არ ვიცი, ეგრე არ არის. იმდენად ისეთ ადგილას ვარ, იმდენად ბევრი სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული ადამიანი არის თან ჩვენ სპორტში. იქ არ არის თქვა, სადაც ვარჯიშობ მარტო ამერიკელები. ან თუნდაც ამერიკა იმდენად დიდია, რომ ეს სხვადასხვა შტატებიდან ყველას დამახასიათებელი თავის განსხვავებული რაღაცა ხუშტურები აქვს რა და ეს ქართული ხუშტურები იქ არავის არ აქვს და ძალიან მენატრება იქ ქართული ხუშტურები და ეგ მაკლია ხოლმე იქ თორე ისე ძალიან კარგია თუ სადაც და ბავშვებს ქართულად აღზრდას ბავშვებისას ცდილობთ ძალიან გამოდის და ჩემ გოგოზე ჩემი გოგოშვილი ნიტა რა ვიცი ქართველია მაგრამ მაქსიმეც ეგრეა უბრალოდ ხასიათით და ზოგადად ძალიან ჩვეულებრივად საუბრობს კიდეც და უბრალოდ მაქსიმეს საუბრის რაღაც სიტყვების პრობლემა გვაქვს იმიტომ რომ სკოლაში დადის ამერიკულში მეგობრები ძმაკაცები ფეხბურთზეც ყველა მეზობლები ქართველები ჩვენ სადაც ვართ იქ ძალიან არ ყავს რა ყოველდღიურად რომ რაღაც ვხედავთ და მე ვარჯიშობ ჩემი მეუღლე მუშაობს ისეთი გადაკვეთაა რომ სულ ინგლისურად უწევს საუბარი თვითონ ეხლა
ერთად ვარ ჩამოსული და სულ ვიღაცებს ვავალებ ხოლმე, რომ არ ელაპარაკოთ ინგლისურად. და ცდილობს არა აქვს ხო საერთოდ კომპლექსიც? არა, კომპლექსი არ იცის რას ნიშნავს, ის არა აქვს, რომ ცუდად თქვი რამე და არ უნდა ვთქვა, ეგ არ აქვს. ჰობი გააქვს რამე? ჰობი მოგზაურობა ძალიან მიყვარს სპორტის მხრივ ჰობს გულისხმობ თუ ნებისმიერ. რა ვიცი, ხა 10 წელი მეგონი ჯოკერი ამქონა თამაში. და ხა ჩამოვედი ვითამაში და სემიჩკაც ხოჭავე. სემიჩკას იქაც ვჭამ ხანდახან. აქ კიდე ის ხანაირია რა, მოგისჭამა იქ. ეგაცანაი. უბანში. ჰობი. უბანში იბირჟავეთ კონდა მეკითხა. უბანში ნაბიჟავები მაქვს. ეხა კი, ერთ-ერთი პირველი ეგავაკეთ წავიყვანე მაქსი ეგ კანცელარიის უკან სოლოვაკში არის სტადიონი, ცეკა სტადიონს ვეძახდით და ცეკაზე მეც ვხიჟავდი. მართლა? აბა. ხოდა მაგ უბნელი ვარ ეს. და წავიყვანე მაქსი ვათამაში ფეხბურთის ბიჭებთან. ცოტა რაღაცა დაძაბეთ იჩხუბეთ რაღაც გენით. მინდოდა რომ ის ვაიბი გაიგო რა, საიდანაც ვარ და ვისეინეთ ბევრი რაღაცები დავთვალიერებინე. რამე სასმოსნაობის მარკეტებში რაც იყიდებოდა აქ. რამე არ არის რაც გახსენებია და მოგნატრებია. სასუსნავები. ლიკას ტორტები ძალიან მაგრამ მენატრებოდა. ლიკას ტორტი? ჩვენი ლიკას ტორტი, კაცო ხილის ტორტი, ლიკასი. ეგ იცი რა ხოძეა ლიკა ეხა? ჩამბოა ყიდის იქ. არა, ქვაფში ანუ გაფართოვდა ძალიან ლიკა. და მაგარ ხოძეა ხა. და მაგისი ხილის ტორტები ლიწინით იყიდება. კაცო შენ ლიკას ტორტი ვერაზე რო იყო ლიკა მაგაზე ამბო? აბაშიცეზე. მე უკვე აბაშიცეზე. მე მახსოვს აბაშიცის მეგონი, თუ შეიძლება ის ანუ ეხლა დიდი რო გავიდო. ხო, 53-თან ქონდა, აი მართლა სარდაფში ქონდათ დაწყებული და მე უკვე არის ვიტრაჟებიან ისეთ იმაში გააფრენ. მაგარი. ლიკას ტორტის ონიაშვილის ლობიანი. რავი, რები მე მომლატრებია. სასუსნაობს თუ გულისხმობ, ხო? კიდე რა, ქართული. ანუ თაწმინდაზე ეს თხილი ქართული. სემიჩკა. გაზეთში. ლიამინოვის ხინკალი და იმისი კიდე რაღაც სად იყო ეს კაბაბები რო იყო, სადაც აულობაში რაღაც ტიპი იყო. კაი, ეხლა მითხარი, შენი აზრით შენი всё, მეგობრობის დღიური შევსება დავიწყე. შენი აზრით, შენი 3 ყველაზე კარგი თვისება და 3 უარყოფითი. მიზანდასახული ალბათ. ეს უარყოფითი შედის, ხო? არ ვიცი, სადაც. ხო, დადებდი. კიდე. შრომელი შეიძლება და ჰუმანური. ხო, ძალიან ჰუმანური ხარ ალბათ. ძალიან მაზად. არ ვიცი, ალბათ. ამა. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რა. ცხოველები გიყვარს? ძალიან. ავსორი პატარა ზავი. ხო, ჩემი მეგობარი სყავს ტაქსა და მითხრა რომ ეგ ყველის მაგარი ტიპია, იმიტომ რომ ტაქსა ყავს. ხო, ტაქსისტებს ვაფშე. არის სექტანტები არიან, თვლიან რომ ვისაც ტაქსა ყავს, ის არიან რა. ძალიან დიდი. იცი როგორი ის არის მამაცი? ძალიან მამაცი ძაღლია, ძალიან მინი მყავს მაგის რაღაც პატარა ვარიანტი. და ისეთი მამაცი. ტაქსას კიდე პატარა ვარიანტი. ხო, არა, დაბალი, წვილი, გრძელი, ცისფერთვალება მაგარ ფერებში ძალიან. და ეგეთი მამაცი, რა ვიცი, ძალიან მამაცი ძაღლია. ჩემი გულისთვის შეაკლავს თავს. ხო, მაგათ ვაფშე ხო დიდი გული აქვს ამ პატარებს, გონიათ რომ ლომები არიან უზარმაზარი. მაგრამ მეორეც ყავს მინი პუდელი და იმას ვაფშე სხვანაირი გული აქვს. ისინი ბაჭეთა პირიქით ეჭვიანი რაღაც ძალიან სხვანაირი ტიპი არის. ერთად
პატარა საბრძოლო ხელოვნების ისე აქვს ოქტაგონი აქვს სახში სუჩხუბებენ. ოღონდ მაგრა ართობენ ერთმანეთს. ხო, ცხოველებს საერთოდ მე მომხრე ვარ რა ორი ძაღლი გყავდეს რა, იმიტომ რომ ერთმანეთი ჭირდებათ რა, გამრთობი ჭირდება მთელი დღე თუ პავა. ხო. და ის მაგარი ჭკვიანია სხვანაირად, მინი პუდელი. ეს ხვანა როჟა არის, უფრო მამაცი, რაღაც ლიდერი ეზოში ისე. ფილმების ყურება გიყვარს? აუ ძალიან ამ ბოლო დროს, აი კოვიდმა ყველაფერი ნახი მოხდება ვაფშე რაც რამე სერიალი არსებობს და კინოები. მინი სერიალები გიყვარს თუ დიდი სერიალები? მინიც და დიდიც და ყველანაირი კოვიდიდან მოყოლებული თუ რამე გამოდის, ეგრევე უზივართ ხოლმე. რა ვიცი, ბოლოს რას უყურეთ, Moblands და თან ერთად უყურებთ ყოველთვის? ხო. ანუ რაღაცებს ხო, ანუ ერთმანეთის გარეშე რამე სერიას თუ უყურებთ, მე ერთმანეთზე ნერვები გეშლება. ანუ თამუნეს აქ რაღაცეები კარდაშიანების ამბებს ვერ უყურებ, ანუ რაღაც მაგდაგვარი რაღაცებს უყურებს ხოლმე. მაგრამ ის ერთად თუ უყურებთ რამე სერიალს და თქვათ წაუცდა, ან წაგიცდა და ცალკე ერთ სერიას უყურებთ. მაგას ხო? მეც გამიგეთებია და მაგასაც, ოღონდ მე მეორეჯერაც მიყურები ეს რომ არ მithქვამს და დარწმუნებული ვარ მაგასაც. ხო, მე რო ძალით რეცინი რომ უკვე ვიცი რა მოხდა, რა ახე რა მოხდა. ყველაზე დიდი ტრავმა რომელმა ჩხუბმა მოგაყენა ფიზიკური რეაბილიტაცია დიდი ხანი უნდა. ფიზიკური ყველაზე დიდი ტრავმა იყო 2022 წელს ლას-ვეგასში მქონდა თავი ბრძოლა, რომელიც დაახლოებით 9 საათის მანძილზე გავიწყდა და გულებით წავაგე, ორივე ამოყავით საავადმყოფოში თავი და მომიწია 5 ოპერაციის გაკეთება და საკმაოდ რთული იყო როგორც ჩემთვის, ასევე ოჯახისთვის, ძალიან ის იყო ფსიქოლოგიურად ძალიან დამღლელი იყო, რომ გიგა ოპერაციიდან ოპერაციაზე და სისხლჩაქცევა მქონდა ტვინში, მერე საუბარი იყო, რომ იჩხუბებს თუ არა კიდე გიგა, რაღაც ეგეთი ამბები იყო რა. კარგად იქნება თუ არა გიგა. ეს მეუღლეს არასდროს არ ქონია ეგ რომ აი შო აღარ გინდა რომ გეყოფა რა. იცი რა გაგიკვირდება და აი მაგ სიტყვების თქმა თვითონ ანალიზს აკეთებს იმისას რომ ანუ სპორტსმენისთვის არ შეიძლება და ეგეთი სიტყვები არასდროს არ უთქვამს, მაგრამ რთული ყოფილა ძალიან რა, ანუ შეიძლება ჩემზე რთული იყო მაგისთვის ეგ მომენტი, აი ეგ პერიოდი რასაც მე გავუყურე რა. იმიტომ რომ მე რო ოპერაციას მიკეთებდნენ მე კაი წამლას გამიკეთებდნენ და მე ძინა და ამას ეუბნეოდნენ რომ შეიძლება ესე მოხდეს. აი მაგალითად 2015 წელს როდესაც გადავედით დარბაზში ხელზე დამემართა ინფექცია strep და staph, ორი სხვადასხვა სახის ინფექცია. ჩვენ ეთყობა ეგეთ აცრებს არ გვიკეთებენ აქ. იმიტომ რომ ვიღაცა ინფექცირებული ტიპი იყო დარბაზში იქ და ყველას გადაედო, ანუ დაახლოებით 6 სპორტსმენს გადაგვედო და მე ახალი ჩასული ვიყავი და ისეთი რეაქცია მქონდა რომ ეს მარცხენა ხელზე დამემართა მთლიანად იდაყზე გამისივდა და წამიყვანეს საავადმყოფოში და თამუნას უთხრეს რომ იცი რა ხვალაც თუ არ ჩაცხრა ერთი კვირის მერე ეუბნებიან ამას რა ძალიან ცუდად ვიყავი არაფერი არ მახსოვს მართლა არაფერი არ მახსოვს ისე ცუდად ვიყავი და ეუბნებიან რომ ხვალ თუ არ ჩაცხრა ხელს მოვაჭრით და ეგ თუ შეიძლება მოვაწერეთ ხელი და ხელი არ მოვაწერა რა და ჯერჯერობით ხელი მაქვს თორე ანუ კიდე კაი რო არ მოაწერა ხელი, იმიტომ რომ მე არ მოაწერა ხელი, თორე ან ვიღაცეებისთვის ცუდი, იმიტომ რომ მე მოხდა ვიღაცებს ეს ხელი. ხო, ვიღაცეებისთვის ცუდი, მაგრამ შენთვის რა თქმა უნდა, ან აი იყო შანსი მეორე დღეს ეს შეშუპება რო არ გამქრალიყო, რომ რახან ხელი მოაწერა, მოიჭრა. ხო, ანუ ხელი არ მექნება. მერტონა სიგიჟე იქნებოდა. და რა ხო, კაი რო არ მოაწერა.
ნუ მაგის გარდა რა ხო ეგეთი რაღაცები იყო რა კიდე. შვილისთვისაც რაღაც მომენტში როგორი თან ძალიან საამაყოა, თან ახლა მართლა ძალიან საამაყოა ქართველებისთვისაც საერთოდ როგორც გვასახელე ძალიან ბევრჯერ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ თან რო ვფიქრობ ახლა აი მამა ჩემი რო ჩხუბობდეს. ვარდი აი მე აი არ ვიცი, ძალიან ბრაზდები იმაზე რომ ჯერ ესეთი ფიზიკურ ამხელა ზიანს აყენებენ. და მე თვითონაც რო აყენებს, კაი, ეგ არაფერი თვითონ რო აყენებს, მაგრამ რო აყენებენ და ჩვეულებრივად მე მოდის გეღიმის გეფერება. ჩემი შვილი გოგო ნიტა რა, ნიტაც და მაქსიმეც ეხა ბოლო ჩხუბზე იყო და ნახე პირველად რატო წააქიო, იმნე გაბრაზებული იყო ძალიან აქეთ ვიტრეგები. არა, ნუ ეგეთი თლათ არ არის, მაგრამ ნუ პირიქით. ძალიან ფაიტერ მებრძოლი სულის ეს არის ტიპი თვითონ რა. იმიტომ რა მოხდა იცი 2022 წელს, როდესაც ის ჩხუბი წავაგე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც რა გითხარი რა, ყველაზე რთული რაც იყო თქო. რამოდენიმე დღის მერე მივიდა სკოლაში. ახსოვს ეგ ისტორია. მივიდა სკოლაში და ვიღაცა მიპოვა ჩემი სურათი, მე გადავიღე ჰოსპიტალიდან, მე და ჩემი ოპონენტი ერთად ვიყავით სხვადასხვა პალატაში. და იქ ერთად გადავიღეთ სურათი და მე დავპოსტე რა და სოციალურ ქსელებში ძალიან გავრცელდა ეგ სურათი. და ნიტას კლასელმა ეს ნახა ეს სურათი და მიდის და ნიტას აჩვენებს, ორი ბიჭი მიდიან ერთად და my dad UFC fighter giga და ესე აჩვენებს და ცოტა დაცინებს bullying პონჩი რა. ხო და ნიტა ამ დროს ეს კოვიდის დროს ყველაფერი ხო დაკეტილი იყო, ჩვენი დარბაზი მაინც ფუნქციონირებდა და დაახლოებით 2 წლის მანძილზე ეს კოვიდის დროს სახლში ვარ ყოფილიყვნენ ბავშვები გამოკეტილი, სულ დარბაზში იყვნენ და ვარჯიშობდნენ ჯიუ-ჯიტსუსაც, კიკბოქსინგსაც. გაიკიდა ერთ-ერთ ბირს, დაიჭირა და დააგდო. რაღაცა ილეთი გაუკეთა და დააძინა. მართლა? და ამ დროს მე და ნიუპორტში ხო ერთი კვირა არ არის ჩამოსულები ვართ ამ ჩხუბიდან. როგორც იქნა რაღაც ცოტა მოვეშვით და ნიუპორტზე ვართ, ლანჩს ვჭამთ ერთად და უყურებთ ეს სანაპიროს და ამ დროს რეკავს. ეს სასწავლო ნაწილი მირეკავს და მე ვფიქრობ თქვენი გოგოს რაღაც ინციდენტი შეემთხვა ორ ბიჭთან. მე თქვი რა ჩემ გოგოს მეთქი რაღაც 5 წუთში ძალიან შორს იყო და იქ ვიყავით და აღმოჩნდა რომ იმაჯი ემთხვათ ინციდენტი. აღმოჩნდა, არა მე მეუბნებოდნენ რომ არ გაუბრაზდე ჩვენს რა გაუბრაზდე მე რა გინდა გიყიდო მამიკო. არა წავედით. ისე მანდ ბულინგი ხშირია? მანდ მაგ სკოლებში ჩვეულებრივად. ხო, როგორ არის? როგორ არის? ბულინგი არის. თუმცა ესე გაიზარდა ნიტასთვისაც იცი როგორი ცხოვრება იყო. წავედით ჰოლანდიაში, უნდა ესწავლა, ჯერ ბაღში დადიოდა ჰოლანდიური ისწავლა, მერე სკოლა შეიცვალა, იქიდან მეორე სკოლა შეიცვალა, სულ რაღაც ახალი მეგობრები და სულ თავი უნდა გაეტანა რა, თვითონ უნდა დამკვიდრებულიყო. მერე იქიდან უცებ გადმოვედით ამერიკაში, ჯერ ერთ სკოლაში იყო, მერე მეორე სკოლაში იყო, მერე თან ისეთი პრინციპია, რომ ელემენტარის რო ამთავრებ ხო middle school-ი გიწევს, middle school-იდან რამოდენიმე სხვადასხვა middle school-ები ვცადეთ. და სულ რაღაც ეტაპი თვითონ უნდა გადაელახა. და ენა არ იცოდა და უნდა ესწავლა, ეგ რაღაც ეს მომენტი იყო რა, რომ ძალიან ადრე ასაკში მოუწია ეს ამბები რა. და დღეს უკვე 16 წელს ხდება, მაგრამ თავი არის მაგაში დარწმუნებული ვარ, რომ მე აღარ ვარსებობდე, კარგად იქნება სადაც იქნება. თავს გაიტანს ხო? მინდა რომ რჩევა მოგცა. მე მოგცე შენ? მე არა, ყველას. ყველას. ხო, ადამიანებს, რომლებსაც მიზნები აქვთ, მაგრამ ძალიან შორს ეჩვენებათ ეს მიზნები, ან ოცნებად გონიათ, რომ დარჩებათ ეს ოცნებები. რაღაცა
რამოდენიმე გასაღები რაც გაქვს ნაპოვნი, რაც დარწმუნებული ვარ რომ ნაპოვნი გაქვს, იმიტომ რომ სადაც არ მიხვედი, ყველგან გვირგვინით გამოხვედი და მეგონი ცოტა არ არის ნორმალური. ხოდა გვასწავლე რა. Როგორი რთულიც არ უნდა იყოს სიტუაცია, ხო არსებობს გამოსავალი რა, რომ მიზნებისკენ იარო და რა. შენ არ ვიცი, მაგრამ იქ ქართველებს უეტყვი რა ზოგადად თელს ყველას, რა. ადრე გაიღვიძეთ. ცოტა ადრე გაიღვიძეთ მეტი არაფერი, რავი. იცი რა არის. ყველა ძალიან ამაყები ვართ, ყველას ბევრი რამის გაკეთება გვინდა, მე პროსტა რაღაცებს ვაბრალებ წვეებს რა და რავი, რამდენჯერ ჩამოვდივარ, ყველა ძალიან იღვიძებს. ცოტა ადრე გავიღვიძეთ. ადრე რომელია შენთვის? 7-ე? მე 7-ზე ყოველ ვარიანტში, ხო, ნუ 8-ზე უკვე ორივე სკოლა იწყება სხვადასხვა ადგილას. მეც და ჩემი მეუღლეც ორივე ისე ვართ. მაგრამ ხო, მაგის გარდა საკუთარი თავის თავდაჯერება იმაში, რომ ყველაფერი გამოვა და მაქსიმალურად კითხვების დასმა, რომ აი როგორ თიება, ვინც ეძებს პოულობს ნათქვამია და მეც მაგის მჯერა რა. მართლა მჯერა. ანუ იქამდე უნდა ვაკაკუნოთ, სანამ კარს არ გაგვიღებენ რა. ხო, ერთ ადგილას არა, უბრალოდ სხვადასხვა ადგილებში უნდა ვცადოთ. ძალიან დიდი მადლობა რა. დრო დამითმე. პირიქით, მადლობა. ძალიან თემებზე საუბრისთვის. მადლობა.